მშვიდობა ეს ღვთისაგან ბოძებული მადლია. უფალმა მგზალიერსათვის მოსცეს, უფალმა ნაკურთხოს ერითვისი მშვიდობით. ჩვენ ცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა მშვიდობა სანატრელი გახდა, როცა მშვიდობაზე ყველა ლაპარაკობს და მშვიდობას ვერ მიაღწია კაცობრიობამ. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის, როგორ უნდა მივიდეს მშვიდობამდე. ესე იგი, მშვიდობა ძნელი მისაღწევი ყოფილა, მაგრამ მაინც უნდა მიაღწიოს ადამიანმა და ეს ყველაფერი იწყება შინაგანი სიმშვიდისაგან. ადამიანს უნდა გააჩნდეს სიმშვიდე და ამ შემთხვევაში ის გამოვლინდება მის გარშემო და მოეფინება ხალხს, ბუნებას, ოჯახს, სამსახურს, ყველაფერს მოეფინება ეს მშვიდი გარემოცვა. არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთი აძლევს ისეთ თვისებას, რომ სადაც შევლენ, ეს ოჯახია თუ სამსახურია თუ საზოგადოება, შეაქვს სიმშვიდე და სიხარული. არიან ადამიანები, რომელთაც შეაქვს შფოთი და ეს ყველაფერი ადამიანის სულიერი მდგომარეობის შედეგია. რა არსებობს ადამიანის გულში და გონებაში, ის გამოვლინდება გარშემო. აი ამიტომ არსებობს ლოცვა, არსებობს მოღვაწეობა, მარხვა იმისათვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს აი ეს სიმშვიდე. აი ეს ჩვენ რომ ვამბობთ შფოთი, ეს ძირითადად ვოროტისულისაგან შემოდის და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ვოროტისული. აი ამიტომ ჩვენ უნდა უფრო მეტად ვილოცოთ, უფრო მეტად ვიმარხულოთ, უფრო მეტად ვიფიქროთ ძეციერზე, ვიდრე მიწიერზე. როგორ უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ არ შევიდეთ განსაცდელსა, რომ უფალმა გვიხსნას ჩვენ ბოროტისაგან. აი ყოველი ლოცვა იწყება ამ სიტყვებით, მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ, ყოველი დიდი კვერექსი. ეს წირვაზეც, წუხზეც და ცისკარზეც. მაგალითად, ბერძნულად მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ, იკითხება ასე: En irini tu Kyriou deitomen. En irini. Irini არის მშვიდობა. En irini მშვიდობაში. უფლისა მიმართ ვილოცოთ, მშვიდობაში. ესე იგი, მშვიდობა უნდა
მშვიდობაში უნდა შეხვიდე შენ, მშვიდობამ უნდა დაისადგუროს შენს გულში და შენს გონებაში და ისე უნდა დაიწყო ლოცვა. ებრაულად არის შესანიშნავი სიტყვა, რომელიც გადავიდა მრავალ ერში. შალომ. აი ეს სიტყვა შალომ მოიცავს სიკეთესაც, მშვიდობასაც, სიმშვიდებასაც, ურთიერთობასაც, ძალიან ბევრის მომწველია და ღმერთმა ინებოს, რომ აი მართლაც მშვიდობაში იყოს, იმყოფებოდეს ჩვენი ხალხი და თუ სიმშვიდე და ჩვენს გარშემო მშვიდობა იქნება, არაფერი არ გვიჭირს ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ სუფევდეს საქართველოში მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან პოლიტიკური პარტიების უკან, მთავრობის უკან საქართველოა. საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა იქნება ჩვენში და ჩვენს გარშემო. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მშვიდობას უფევდეს თქვენს გულში, თქვენს გონებაში და თქვენს ოჯახებში და მთელ საქართველოში და მთელ მსოფლიოში.